ფეხსაცმელი მოდის ჰიტ-პარადის ყველაზე ცვალებადი აქსესუარია. ის ყოველთვის თქვენი გემოვნების და შეხედულების ნიშანია. ალბათ სწორედ ამიტომაც გვირჩევდა ცნობილი კინოვარსკვლავი მერლინ მონრო. მამაკაცის შერჩევა მისი ფეხსაცმლიდან დაიწყეთ. რადგანაც თქვენი გარდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ფეხსაცმელია, მისი არჩევისას მამაკაცებმა აუცილებლად მაესტროს ტელერეცეპტის მიხედვით უნდა იმოქმედონ. მიზანსწრაფულ, ემოციურ და ნიჭიერ პერსონებს ურჩევთ მუქი ფერის სქელ-ლანჩიანი ფეხსაცმლის ტარებას. გამოყოფილ ქუსლიანი ნაჭრის ფეხსაცმელი განკუთვნილია უფრო მსუბუქი ხასიათის ახალგაზრდებისა და რომანტიკული გატაცებებით შეპყრობილთათვის. სოლიდურ, რესპექტაბელურ და კარიერის მამაკაცებს თხელძირიანი მუქი ყავისფერი ფართოენიანი ფეხსაცმელი მოუხდებათ. ზონრიანი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უფრო სპორტული იმიჯის მქონეთ მოუხდებათ. მიზანშეწონილია მუქი ლურჯი კედებით. მეოჯახე და მზრუნველ მეუღლეებს დაბალქუსლიან სწორ ძირზე შემდგარ ფეხსაცმელებს ურჩევთ. თუ თქვენ სადღესასწაულო სუფრაზე ან ღირსშესანიშნავ ბანკეტზე მიგიწვიეს, უმჯობესია აერჩიოთ იტალიური ლაკის ან სუბუქი ფარხატის საზეიმო ფეხსაცმელი. უცნაურ და გულჩათხრობილ მამაკაცებს შეუძლიათ დანაწევრებულსახეიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ეს მათ მეტ დამაჯერებლობასა და საკუთარი თავისადმი რწმენას განუმტკიცებს. ცხენოსნობითა და სხვა ვესტერნული საქმიანობით გადაცებული მამაკაცებისათვის აუცილებელია კოვბოის სტილის ფეხსაცმლის ტარება. ფიცხებსა და უხეშ მამაკაცებს შეუძლიათ მყარი ლითონის ქუსლით გაწყობილი ფეხსაცმლის ტარება. რძისფერი, ღია ელფერების მქონე გრძელწვრა და თითქმის უქუსლო ტყავის ფეხსაცმელი უნდა ატარონ არტისტული ნიჭით დაჯილდოებულებმა და შემოქმედებითი ტიპის ადამიანებმა. როგორც უნდა ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი თქვენს მიმზიდველობასა და ორიგინალურობას დაჩრდილავს. ასე რომ, მამაკაცებო, გახსოვდეთ, ქალები გულისწორის არჩევას მისი ფეხსაცმელიდან იწყებენ. დაუჯერეთ მაესტროს ტელერეცეპტს და თქვენ ყველა ქალს მოაჯადოთ.